თანაკლასელები ხართ ხო? კი. 15 წლისელები არ ხარ? კი, 15 წლის. ო. როგორ შეიძლება ესეთი რაღაცა? ესე კაცის სცენა შეიძლება? თანაკლასელები ხართ, თო? ერთად ხართ, ერთად სწავლობთ, თო და ესეთ რაღაცას აკეთებთ? უბრაგუნებთ კაცცებთ? არა, გასაგებია რომ ჩვენ 15 წლისები ვართ, მაგრამ შეიძლება თვითონ რომ მოსულიყო და აიხსნა ის თქმაც ეხლა თქვენ გსურთ. ჩვენ შენთან თქვენი ჩარევის გარეშე. საჩხუბრად არ მოსულ ვარ შენთან, გასაგებია. ჩემი შვილის ტოლა ხარ და შენთან რაზე უნდა მოვიდე საჩხურად? მოვედი, რომ დაგელაპარაკო ნორმალურად ძმაო და გაიგო და შეიგნო ის რომ რაც არ არის საკეთებელი ის არ უნდა ააკეთო. შენი თანაკლასელია. ჩემი თანაკლასელია ირაკლი, სხვა კი არავინ არ არის. ბავშვობიდან მოვდივართ პირველი კლასიდან და დღემდე ძმაკაცო. და ერთად ვართ. და ერთმანეთისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, ძმაო. თქვენ კიდევ გახართ და ერთმანეთს უბრაგუნებთ რა, გასატრაკებელი სხვა არაფერი არა გაქვთ, ერთი მითხარი? აი ნუ გუზავ ბავშვები არიან. არ ვიგრუზები. რა წყვის ერთი მითხარი? რა მწყინს არ. არასდროს გეუნები რამე? მოვედი რომ მართლა ძმურად დაგელაპარაკოთ, მაგრამ თქვენთან არც საკაჩავთ არ მოსულ ვარ და არაფერი ძმაო, თქვენთან რა უნდა ვიკაჩავოთ მითხარი ბავშვებთან. გული შემთხვევა, ჩემი მამიდაშვილია. ჩემი სისხლი და ხორცია და მოვიდა ბავშვი ესეთ მდგომარეობაში. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს სიტუაცია, ხო? ერთხელ და სამუდამოდ ადექით, იზმაკაცეთ ძმაო, იახლობლეთ, ერთად იყავით, ძმაო, ერთ კლასში ხართ, ხო? 11 წელი ერთად უნდა იაროთ. მოკალეთ ეგ ბაზარი, ძმაო, მეგობრულად იყო და ძმაკაცები იყო. სხვამ და სხვა სკოლელებმა არ გაგიჭმაყო. და არ იმასაკნა. კლასელები ხარ, შეიძლება ეგ. წური ხო შენი სახელი, წეგან ეგრე მითხარი, წურია, ხო და. ვიძმაკაცოთ, ძმაო, ერთად ვიძმაკაცოთ. ეს ჩემია, ჩემი პატარა ძმა არის, ძმაო და ჩემი ხათრით არ გინდათ, ძმაო, ესეთი რაღაც აღარ გავიგო რა, არ გამეობდეს. ერთად იყავით, ძმაო. გასაგებია. დამეწყენა ხო არა გაგვ ბიჭები? არა. აი, მოათავეთ ეხლა, ეგეთი რა, წავიყვანთ ჩვენ ბესო ჩვენთან ერთად წამოვა. და всё, კარგად იყავით, მეგობრებო.